გავსავთ ჩვენ სტუმართან, ქალბატონ მაია ბუწაშვილთან, რომელიც ახალ ინფექციონისტი და ყველაზე კარგად ესმის ეს საკითხი, მე მგონი. და ბაქტერიული ინფექციებთან ბრძოლისთვის გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ესე ვთქვათ, მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც არის ანტიბიოტიკები, ხო ასეა, ქალბატონო მაია და ავხსნათ რა არის ანტიბიოტიკი და უშუალოდ რომელ დროს უნდა იქნას გამოყენებული. მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებისთვის. ეს არის მართლაც ტკივილი დღევანდელი მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის. ანტიბიოტიკები მართლაც როგორც ბრძანეთ არის მონაპოვარი ბიოლოგიის და მედიცინის. ეს არის ნივთიერება, რომელიც მიმართულია ბაქტერიების წინააღმდეგ. და აი აქედან იწყება მთავარი შეცდომა ანტიბიოტიკების გამოყენების, მაგალითად დღეს კოვიდის ეპოქაში. იმიტომ რომ კოვიდი არის ვირუსული ინფექცია და აქვე თავიდანვე ვიტყვი რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ანტიბიოტიკი არ მუშაობს, იმიტომ რომ მართლაც მარტივია. ანტიბიოტიკი არის ბაქტერიის წინააღმდეგ მიმართული მედიკამენტი, შესაბამისად ვირუსებზე მათ არავითარი ზემოქმედება არ აქვს. შესაბამისად სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციების დროს გამოიყენება ანტიბიოტიკები და ასევე თუ ვირუსული ინფექცია გართულდა ბაქტერიული ინფექციით, რასაც მეორად ინფექციას უწოდებთ. იგივე კოვიდს თუ მოვიხმობთ მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში ხდება კოვიდის მქონე ადამიანში რომელიმე ბაქტერიული ინფექციის განვითარება, ეს არის გართულება და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული ანტიბიოტიკი. ოღონდ ამას თავისი კონკრეტული კრიტერიუმი აქვს. პაციენტისთვის ძალიან რთული იქნება ამ კრიტერიუმების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება, ამას აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი. რატომ დავდექით ამ საშიშროების წინააღმდეგ, რომ შეიძლება ანტიბიოტიკებთან რეზისტენტული აღმოჩნდეს ადამიანები, აღმოჩნდეთ რაში მიგვიწვის წვლილი, ასე ვთქვათ, ჩვენ ადამიანური? ზოგადად მიკროორგანიზმებს და ბაქტერიებს მათ შორის აქვთ უნიკალური თვისება, რომ ერთი ნაბიჯით წინ გვისწრებდნენ, ანუ ახერხებდნენ ისეთ მოდიფიკაციას, ცვლილებას, რომლითაც ერგებიან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს, ანუ ადამიანის მიერ გამოგონილ საბრძოლო საშუალებებს. ასეა ბაქტერიებიც და მათ განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკებს არამიზნობრივად და არასწორად ვიყენებთ და ამ არასწორად გამოყენებაში იგულისხმება გადაჭარბებული გამოყენება. სამწუხაროდ ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც რამდენიმე პარალელური ანტიბიოტიკი ერთდროულად ინიშნება სრულიად არასაჭიროდ. და ასევე ნაადრევი შეწყვეტაც პრობლემაა, ანუ თუ ბოლომდე არის მკურნალობა მიყვანილი დანიშნულების მიხედვით, ესეც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ერთ-ერთი პრობლემაა. მაგალითად ერთი დაავადება, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია რეზისტენტობის თვალსაზრისით, არის ტუბერკულოზი, რომლის ეგრეთ წოდებული MDR ფორმა და XDR ფორმები არსებობს, ანუ რეზისტენტული და განსაკუთრებულად ექსტენსიურად რეზისტენტული ფორმები მართლაც შიშის ზარს ექიმებს იმ მხრივ რომ ძალიან რთულია მათი მართვა და ესეც არის გამოწვეული იმით რომ ხშირად პაციენტებს ბოლომდე არ მიყავთ მკურნალობა და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გამოიწრთო ასე ვთქვათ ტუბერკულოზის მიკობაქტერია და შეიძინა ეს თვისებები გახდა გამძლე ყოჩაღი მედიკამენტების მიმართ არის ასე. და შესაბამისად თუ კი ეს პაციენტი კვლავ მიუბრუნდება მკურნალობას შემდეგ იმავე ანტიბიოტიკით შესაძლოა ვეღარ უშველოს? ამაში არის ხო მთავარი შინაარსი რეზისტენტობაზე ძალიან მოკლედ ვეცდები ძალიან მარტივად ორი სიტყვით ახსნა ერთი შეცდომა რაც პაციენტებს მოძდით ხოლმე გონიათ რომ რეზისტენტული არის ადამიანის ორგანიზმი მიკროორგანიზმების მიმართ. სინამდვილეში ბაქტერია რეზისტენტული, ანუ ის მიკროორგანიზმი, რომელიც ჩვენ დაგვემართება. და როდესაც ჩვენ გვემართება, შეიძლება დაგვემართოს უკვე რეზისტენტული ბაქტერია, არსებობს ეგრეთ წოდებული პირველადი რეზისტენტობა და მეორადი. პირველადი ნიშნავს, როდესაც მკურნალობის პროცესში ბაქტერია შეიძენს რეზისტენტობას ადამიანის ორგანიზმში და მეორადია, როდესაც პირიქით უკაცრავად პირველადი როდესაც დაგემართება უკვე რეზისტენტული ბაქტერია სხვისგან გადმოგედება რეზისტენტული და ეს განსაკუთრებით პრობლემაა. ანუ თავიდანვე რეზისტენტული ბაქტერიებით ინფიცირდება ადამიანი. იცით, აი ძალიან ყოფითი მაგალითებით მინდა მაინც ავხსნათ ჩვენს მაყურებელს. მოდით ავიღოთ ბანალური, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი, ვთქვათ ანგინა, ხო, რომელიც მიმდინარეობს ყელის ტკივილით და ჩირქოვანი არის ძალიან ხშირად. არსებობს რაღაც, არ ვიცი, სტერეოტიპულია თუ მართლაც ასეა, რომ როდესაც ყელი არის ჩირქოვანი და რაღაც განმეორებითი არის ხშირად არის ეს ინფექცია, ანტიბიოტიკის გარეშე მისი მკურნალობა შეუძლებელია.
აი ამ მაგალითზე რომ ავიღოთ, ან თუნდაც აი ცხვირიდან გამონადენი როცა აქვს ბავშვებს, ხო, აი ექიმებისგან ვიცით, რომ როდესაც უკვე შეყვითლდება ეს გამონადენი, ეს ნიშნავს, რომ უკვე იქ ინფექციაა წასული და ცხვირის წვეთებსაც გიცვლიან და გეუბნებიან, რომ უკვე პატარა ანტიბიოტიკი ჭირდება. ანუ აი ყოფით მაგალითებზე რომ ვთქვათ, როდის არის, ანუ ჩვენც რომ შევიძინოთ ცოდნა. პირველ რიგში კლასიკურად თუ ამის საშუალება და დრო არსებობს მოცდის, ჯობია რომ გაკეთდეს ეგრეთ წოდებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც სხვათა შორის სამწუხაროდ არც ისეთი ფართოდ გამოყენებადია ჩვენ ქვეყანაში, უფრო ურჩევნიათ პაციენტებსაც და ექიმებსაც ემპირიულად ანუ პირდაპირ დანიშნონ ანტიბიოტიკები. სისხლით ხდება გამოკვლევა? სისხლის ბაქტერიოლოგიაც არსებობს თუ ეჭვი გვაქვს მძიმე ინფექციაზე, ანუ ეგრეთ წოდებულ სეფსისზე, მაგრამ ძირითადად ბაქტერიოლოგიური კვლევა კეთდება ადგილობრივად იმ მასალაში, რომელსაც ვიღებთ. იგივე ანგინის შემთხვევაში, ხახის ნაცხში. ამ ანალიზის საშუალებით ისაზღვრება, რომელი ბაქტერია, საერთოდ არის თუ არა ბაქტერიული, რომელი ბაქტერია და რომელი ანტიბიოტიკის მიმართ არის მგზნობიარე და გამძლე. ჩირკი აპრიორი ინფექციას არ ნიშნავს? ჩირკი ვთქვათ. ჩირკი ნიშნავს, რა თქმა უნდა, და ზოგჯერ თუ ვთქვათ, აგვიანდება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგს ემპირიულად, აი ეგ უნდა მეთქვა. ძალიან ხშირად 4-5 დღეს მოითხოვს, ასე ვთქვათ, ასეთი კვლევა და ამიტომ დრო რომ არ დაიკარგოს, თავიდანვე ინიშნება. არის ხოლმე რომ ექიმებსაც არ ველოდებით და მინახავს, რომ ეს რაღაც Facebook ჯგუფებში და ასე შემდეგ ერთმანეთს ურჩევენ სხვა ტიპის ანტიბიოტიკებს, რომელიც ალბათ ასევე თან კონკრეტულ დაავადებას და კონკრეტულ ინფექციაზე ალბათ თავისი ჯგუფები არის ანტიბიოტიკების, რომელიც გამოიყენება და არ არის თქვათ უნივერსალური. ფართო სპექტრის. ხო, აი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია და მოდი ეს დაალევინე და მიდის ბავშვების მკურნალობა ამითი. აი ეს რამდენად საშიში პროცესია. ხო, ეს კატასტროფაა ნამდვილად და საერთოდ არსებობს სტერეოტიპები ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით, მაგალითად ბევრჯერა რომ ყელის ტკივილის დროს უნდა მიიღოს ერითრომიცინი, ეს არის ტრადიციულად მოდის ნაწლავების აშლილობის დროს ბისეპტოლი, რომელიც ასევე ანტიბიოტიკია სხვათა შორის და ასე შემდეგ. სიცხის დროს რატომღაც ამპიცილინს და ამოქსიცილინს ტრადიციულად იყენებენ. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ასეთი რამე არ არსებობს, რომ რომელიმე კონკრეტული ორგანოს ინფექციაზე რომელიმე კონკრეტული ანტიბიოტიკი იყოს ნაჩვენები. აქ ისევ და ისევ ლაპარაკია იმაზე, რომელი ბაქტერიით არის გამოწვეული, რომელ ანტიბიოტიკებზეა მგზნობიარე და ასე შერჩევა. თუმცა, რადგანაც იგვიანებს ბაქტერიოლოგიის პასუხი, ხშირ შემთხვევაში ექიმები მიმართავენ ასე ტაქტიკას, რომ მაინც აკეთებენ კვლევას, ანუ მასალას იღებენ ანტიბიოტიკის დანიშვნამდე, თუ აუცილებლობა იწყებენ დროულად პირველადად ანტიბიოტიკს და მაინც უნდა წამოეწიოს ბაქტერიოლოგიის შედეგი იმ შემთხვევისთვის, თუ შედეგი არ იქნა, რომ ზუსტად უკვე ვიცოდეთ, რასთან მქონდა საქმე. დიახ, შესაბამისად ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მაინც ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან სასურველია. ანუ ეს სწორი გზაა. თუ არ აღმოჩნდა იქ ბაქტერიული დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია, აი ეს შეწყვეტილი, ესე ვთქვათ, პროცესიც, რადგან მიგვიწვის ისევ რეზისტენტულობასთან, აი აქ როგორ უნდა მოიქცეს ლავირება? თუ ბაქტერიული ინფექცია არ იყო, შესაბამისად ვერც რეზისტენტობა ვერ განვითარდება. ვერ განვითარდება. ხო, ეს ფუჭი მიიღება, არა ფუჭებს, ასე ვთქვათ, საქმეს, თუ არ არის თუ არ იყო ბაქტერიული ინფექცია, კი, მაგრამ როგორც წესი, ამას მაინც ნამდვილად სწორად საზღვრავენ ექიმები, ბაქტერიული ინფექცია, როდესაც არის ძალიან იშვიათია, რომ ვთქვათ, ამაში შეცდნენ და აერიოდ სოკოვან თუ ვირუსულ ინფექციაში, ვთქვათ. იცით, რაზე მინდა ვისაუბროთ? ჩვენ თქვით, რა თქმა უნდა და ამაზე დიდხანს აღარ შევჩერდებით, რა როლი აქვს ზოგადად მედიცინაში ანტიბიოტიკებს, მაგრამ აი თიკამ აღნიშნა, როდესაც არ აღმოჩნდება ბაქტერიული ინფექცია და დაწყებულია უკვე ანტიბიოტიკი. რა უკუჩვენებები აქვს, თქვათ, ზოგადად ჯანმრთელობისთვის და ადამიანის ორგანიზმზე არასწორად, არაშესაბამის დროს და არასათანადოდ დანიშნულ ანტიბიოტიკებს და თუ არსებობს რაღაც უფრო მძიმე და უფრო მსუბუქი ესეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ ეს არაფერი არ არის, არაუშავს 3 დღე მაინც დალიე. ხო, ზოგადად აი მაინც დალიე უკვე თავისთავად არის აბსოლუტურად არასწორი. ანტიბიოტიკებს, მიზნობრივად გამოყენებულ ანტიბიოტიკებსაც და არამიზნობრივსაც გვერდითი მოვლენები, რა თქმა უნდა, აქვს. უბრალოდ მიზნობრივად, როდესაც არის გამოყენებული, ჩვენ ვიცით, რომ ამ რისკზე მივდივართ და ეს ღირს, იმიტომ რომ სასტორის მეორე მხარეს არის უმძიმესი ბაქტერიული ინფექცია. ანტიბიოტიკების მთავარი ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა არის ნაწლავი ჩვენთან თანაცხოვრებაში მყოფი ეგრეთ წოდებული სასარგებლო ბაქტერიების განადგურებაც, რომლებიც მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესში და შესაბამისად, რადგანაც ამ ბაქტერიებსაც ანადგურებს ანტიბიოტიკის შერჩევითაც ძალიან ძნელია, ვთქვათ, ამის მორგება.
კუჭნაწლავის აშლილობები და დისფუნქცია არის ერთ-ერთი მთავარი გვერდითი მოვლენა. ხანგრძლივი გამოყენებისას ანტიბიოტიკების სოკოვანი ინფექციები, თუმცა ამაზე ცოტა გადაჭარბებული შეხედულებაა და მოკლეხნიანი 5-7 დღე ანტიბიოტიკი, როდესაც ინიშნება, ზოგჯერ არასწორად ნიშნავენ სოკოსაწინააღმდეგო პრეპარატს, ეს აბსოლუტურად არ არის მიღებული. ესეც მაინც. ხო, მაინც ის ქვეშ. თავის მხრივ სოკოსაწინააღმდეგო პრეპარატებს და თუ რაღაცა და კუჭის დამცავები. ჯერ ერთი სოკოსაწინააღმდეგო მედიკამენტებზე რეზისტენტობაც არსებობს. ესენიც არ არის ხელწამოსაკრავი მედიკამენტები, მაინც დასანიშნი და საპროფილაქტიკო. შესაბამისად, მათაც თავისი ჩვენება აქვს და აი ასეთი ჩვეულებრივი ხანმოკლე სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიის დროს აბსოლუტურად არასაჭირო და გაუმართლებელია სოკოსაწინააღმდეგო პრეპარატები და პრობიოტიკების პროფილაქტიკურად დანიშნაც არ არის ესეთი მოწოდება ნამდვილად. კიდევ მეორე, თუ არ არის შესაბამისი სიმპტომები. ჩვენ საუბრობდით კიდევ ერთ გზაზე, ასე ვთქვათ, რეზისტენტულობის, რომელშიც უკვე ცხოველები მონაწილეობენ, ანუ ცხოველისთვის მიცემული ანტიბიოტიკი, როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, აღმოჩნდეს კიდევ ერთი წყარო და მიზეზი იმისა, რომ რეზისტენტული გახდეს სამყარო ბაქტერიების მიმართ, ანტიბიოტიკების მიმართ. რას გულისხმობდით ამაში ჩვენი მაყურებლებისთვისაც მინდა რომ გავაშხეროთ? დიახ, რეზისტენტობის პროფილის შექმნაში ვეტერინარია უფრო დიდ როლს ასრულებს ვიდრე მედიცინა და ზოგადად ძალიან ბევრი დაავადება ცხოველთა სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, აი კონცეფციაც კი შეიქმნა One Health ქვია, ანუ ერთიანი ჯანმრთელობა, იმის რომ ვეტერინარები და ექიმები გაერთიანდნენ და ერთად შეხედონ პრობლემებს. ერთ-ერთი ეს პრობლემა ზუსტად ანტიბიოტიკო რეზისტენტობაა. ცხოველთა კვებაში ძალიან აქტიურად გამოიყენება ანტიბიოტიკები საკვებში და ისედაც პრევენციული მიზნით ფერმებში, მეცხოველეობის, მეფრინველეობის ფერმებში. მიზანი არის ის, რომ მოხდეს პრევენცია ბაქტერიული ინფექციების ცხოველებში და მათ ზრდას შეუწყოს ხელი, თუმცა შედეგად გვაქვს ის, რომ ცხოველებში არის გამოიწვრთობა რეზისტენტული ბაქტერიები, რომლებიც გადადის ადამიანთა სამყაროში და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. დაფიქრებულ ხართ ამაზე, არასოდეს არ და ზუსტად ამიტომ არასდროს არ ვაკეთებ ქათმის ბულიონს, იმისი ფერმის ქათმის ბულიონს. ვიცოდი რომ ანტიბიოტიკებს მოიხმარდნენ ცხოველთა კვებაში, მაგრამ ეს თუ შემდეგ ამდენად ზოგადად ცვლიდა ჩვენი ჯანმრთელობის საკითხს რეზისტენტობის ჭრილში, ნამდვილად არ მქონდა წარმოდგენა. ანუ აქაც ეს თავის დაზღვევის მიზნით ხდება დაუშვათ ცხოველებზე გამოყენება ანტიბიოტიკების, რომ არ დაიხოცო ცხოველები თუ აი აქაც რაღაც პრობლემები აქვთ ხო ჯანმრთელობის დაუშვათ ცხოველებს, რომელსაც მე ჩვენ ორივე, მაგრამ მასიურად პრევენციული მიზნით გამოიყენება და ეს იმდენად დიდი მასშტაბი მიიღო, რომ ეხლა უკვე ცდილობენ რომ ამას შეებრძოლონ და უკან წავიდნენ ვთქვათ და რაღაცა სხვა მეთოდებით მოხდეს პრევენცია ცხოველებში. აი ამერიკის მსოფლიოშია ეს დგას ეს პრობლემა თუ თალკე უქრანაში? კიდევ უფრო მცირედ დგას, იმიტომ რომ არ გვაქვს ესეთი დიდი საწარმოები, რაც უფრო დიდი არის მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მით უფრო მეტად გამოიყენება და მით უფრო ფართოდ. მე მაინტერესებს თუ კი საბოლოოდ კაცობრიობა მივიდა იქამდე, რომ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული გახდა ბაქტერია. თუ არის რაიმე ალტერნატივა იმისი, რომ თქვათ ჩანაცვლდეს ანტიბიოტიკი რაღაცა სხვა პრეპარატებით. თუ მიდის ამაზე მუშაობა. დიახ, ამაზე უკვე თქვათ თითქმის სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში მისულია აქეთ მისულები ვართ, აი სუპერბაგ ესეთი გამოთქმა არსებობს სუპერბაქტერიები, რომლებიც სხვადასხვა ანტიბიოტიკებზე ერთდროულად არიან რეზისტენტული და ძალიან დიდ საშიშროებას ქმნიან. აი ზოგჯერ ითესება განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ჰოსპიტალური ბაქტერიები, რომლებიც საავადმყოფოში ემართება ადამიანს და აი კოვიდისგან გამოჯანმრთელებულებში სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია სტაციონარში ყოფი პაციენტები გამოწერის შემდეგ ზოგჯერ აი ასეთი ბაქტერიებით ინფიცირებულები აღმოჩნდებიან ხოლმე. ანუ ერთი ბრძოლა თავდებოდა, მეორე ბრძოლა მეორე დიახ, ხშირად აი გართულებებია. ბაქტერიული პნევმონია იწყება სტაციონარიდან გამოწერილ პაციენტში, პერიკარდიტი ანუ გულის გარსის ანთება. და ეს ბაქტერიები განსაკუთრებით ყოჩაღები არიან სამწუხაროდ გამძლეები ანტიბიოტიკების მიმართ. რა თქმა უნდა, ამაზე ერთ-ერთი მეთოდი ის არის, რომ სულ მუშაობა მიდის ახალ ჯგუფებზე, რომ რაღაცნაირად მოვერგოთ ბაქტერიების რეზისტენტობას. ნუ ასევე ალტერნატიულად განიხილება ფაგები, თუმცა ფაგების გამოყენება ჩვენთან ძალიან გადამეტებულად არის, იმიტომ რომ ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულებები ძალიან მწირია და ამიტომ ესე მასიურად იყო ესეთი მასიური კვლევები, არც არის ჯერჯერობით. ფაგები დიდი ხანია, თქვა, ყოფილსაბჭოთა კავშირშიც იყო ჩვენი ბაქტერიოფაგი ერთ-ერთი
პირველი დაწესებულება იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ასეთი მასშტაბით გამოყენება ფაგები ჯერჯერობით ძალიან ადრეა, იმიტომ რომ ინფორმაცია და კვლევები მწირია, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს მომავლის მედიცინა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კვლევები უნდა ტარდებოდეს, რომ ალტერნატივა არსებობდეს. მოდი თქვათ დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ COVID-ს და თქვენ აღნიშნეთ, რომ მას შემდეგ რა სტაციონარს ტოვებენ პაციენტები საქართველოში, ძალიან ხშირად ისინი ხვდებიან თქვენთან აი ამ გართულებების შემდეგ. რატომ ხდება ანტიბიოტიკების დანიშვნა COVID პაციენტებში? ანუ რა არის ეს თქვათ პროტოკოლის ნაწილი ვერ იქნება, ხო? იმიტომ რომ ალბათ მედიცინა შეთანხმებულია ამაზე, რომ ანტიბიოტიკები COVID-ის წინააღმდეგ არ გამოიყენება. ანუ ისე პრევენციის თვალსაზრისით, ისე ექიმებისგან მოდის ეს ბიძგი მათი გამოყენების. აქ პრობლემა შეგვიძლია ჩვენ ორ ნაწილად გავყოთ, ერთი ამბულატორიულ პაციენტებში და მეორე სტაციონარულ პაციენტებში. პირველ რიგში იწყება პრობლემა ამბულატორიულ პაციენტებში, ანუ ვინც ბინაზე მკურნალობს. ბინაზე მყოფი პაციენტების უმრავლესობას ანტიბიოტიკი არ ჭირდება და საერთოდ წამალი არ ჭირდება. მარტო ანტიბიოტიკებზე არ არის ახლა დღევანდელი ფორმატი არ ითვალისწინებს, თორე სამწუხაროდ ანტიაგრეგანტებს, ეგრეთ წოდებულ სისხლის გამათხელებლებს, დექსამეტაზონს საოცარი რაოდენობით იყენებენ. ბინაზე მყოფ პაციენტს მედიკამენტი არ ჭირდება, COVID-ის მქონე პაციენტს. თუ ჭირდება უკვე ამ ტიპის მედიკამენტები, ის ესე იგი ჰოსპიტალშია გადასაყვანი. ანტიბიოტიკებთან დაკავშირებით თვითონ პაციენტები იღებენ გადაწყვეტილებას, ისინი ფიქრობენ, რომ თუ აქვთ მაღალი სიცხე, მაგალითად, განსაკუთრებით აშინებთ COVID-ის დროს მაღალი ტემპერატურა პაციენტებს და მათ მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ სიცხე COVID-ის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სიმპტომია, სულ არ მიუთითებს დაავადების სიმძიმეზე, შეიძლება 39 კონდეს სიცხე და მძიმე არ იყოს COVID პაციენტი და ანტიბიოტიკი მით უმეტეს სრულიად უადგილოა, თუ არ არის კიდევ მეორე გართულება. მეორე თემა, სამწუხაროდ ზოგჯერ ექიმებიც ნიშნავენ, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება პაციენტის მხრიდან აი ასეთი მოთხოვნა თუ წნეხიც იყოს, მაგრამ ექიმები, იმიტომ ვართ ექიმები, რომ პაციენტს აუხსნათ და დაუსაბუთოთ, რომ მას ეს არ ჭირდება და მეორე ნაწილია უკვე სტაციონარში მოხვედრილი პაციენტები, რომლებსაც შეიძლება ზოგჯერ ჭირდებოდათ ანტიბიოტიკები, მაგრამ არა იმ მასშტაბით და რაოდენობით, არა იმდენი ერთად. და განსაკუთრებით ძალიან ინტენსიურად გამოიყენება ეს საინექციო ვენაში გადასასხმელი ანტიბიოტიკები, ხშირად სამწუხაროდ ესეც ზედმეტია ხო. და ბოლო კითხვა მექნება, თითოეული მოქალაქისთვის ესე თქვა, თქვენ ახსენეთ ხშირი გამოყენება. რას გულისხმობს ეს ხშირი? დავუშვათ წელიწადი რო ავიღოთ, ან რაღაც 5 წელიწადი, რამდენჯერ გამოყენება არ გულისხმობს, ასე თქვა, ხელშეწყობას თითოეული ადამიანის მხრიდან? ეს ძალიან პირობითია, არიან ადამიანები, პაციენტთა ჯგუფები, რომლებსაც მართლა ჭირდებათ ხშირად, მაგალითად, ვისაც იმუნიტეტის სხვადასხვა დაზიანება აქვს, ზოგიერთი დიაბეტის მქონე ზოგიერთ პაციენტს და ასე შემდეგ. სტანდარტულად ესეთი ცნება თითქოს არ არსებობს, მაგრამ სადღაც ამოვიკითხავთ, რომ წელიწადში 10 დღე ანტიბიოტიკის მიღება უკვე 10 დღეზე მეტი უკვე ითვლება ბევრად. ეს ძალიან პირობითია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ ციფრი კონდეს 10-ლისათვის. დიდი მადლობა ქალბატონ მაია, დავთვალოთ. რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.